ახალგორიდან დევნილი მარი ოთარაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მიწაზე შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიეწოდა. სააღდგომოდ გარდაცვლილ ნათესავთა საფლავების მონახულება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილ მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომელთაც რეგისტრაცია ახალგორში აქვთ გავლილი. ამასთან თუ ასეთმა ადამიანმა ახალგორის რაიონში შესვლა მოისურვა, მისმა ნათესავმა ადგილობრივ ადმინისტრაციაში კონკრეტული სახელი და გვარი უნდა წარადგინოს. ეგ დარეგისტრირებულები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ხოლო დაურეგისტრირებულები, ანუ იქ ჩაუწერავები, ამ გადასვლას მოახერხებენ შემდეგნაირად. მათ იქ სავარაუდოდ ჰყავთ ნათესავები ახლობლები, სწორედ ესენი წარადგენენ დე-ფაქტო ადმინისტრაციაში იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც აპირებენ ახალგორში ჩასვლას. ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინშია. მათ იმედი აქვთ, რომ კოკოითის მთავრობა სააღდგომოდ გამონაკლის დაუშვებს და ოფიციალურად დარეგისტრირებული მოსახლეობის მსგავსად გარდაცვლილი ნათესავების საფლავების მონახულების საზღვარგარეთ წასვლა შეუძლებელია. ამ შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს ახალგორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. ახალგორში ვინც არის რეგისტრირებული, ის გადავა მარტო ჯერჯერობით ესეა. ისაც ახალგორის საცხოვრებელი მისამართი ახალგორის რაიონი არ უწერია, იმათ არ უშვებ. მიზეზი რა უნდა უთხრან, არ არიან ახალგორში რეგისტრირებულები და არ უშვებენ ამის გამო. ადრე ცნობებით შედიოდნენ და ახლა ამ აღდგომაზე არ უშვებენ. რა საოკუპაციო ჯარი და იძახის არ შეგიშვებთ, ესე იგი არ შეუშვებელი. არა, ეს ქართული ხარისხიდან ვერაფერი გაკეთება თუ კონფრონტაცია არ გვინდა შექმნათ. ერთადერთი ფორმატი, სადაც შეგვიძლია ამ თემაზე ლაპარაკი, ეს არის ჟენევა. ჟენევის მოლაპარაკება ამ გვახლოს მომავალში აღდგომამდე არ იგეგმება და ასე ვთქვათ, ქართულ მხარეს ახლა არ შეუძლია, რომ ძალით გააღებინოს ის. არ აქვს ქართულ მხარეს ესეთი მდგომარეობა. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით აღდგომისათვის სეპარატისტული რეჟიმი და ახალგორის მისადგომებთან მდგარი, ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრეები ლოიალობას გამოიჩენენ და ახალგორელებს მიცვალებულთა საფლავების ნახვის საშუალებას მისცემენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ყველაზე უკეთ ეკლესიას შეუძლია. არსებობს ადამიანური მორალური მიდგომები. 92 წელს 13 წლებში, როდესაც ძინვარებდა ომი აფხაზეთში და მათ შორის სამხრეთ ოსეთში, მაშინაც კი მხარეები ერთმანეთის პატივისცემას გარდაცვალების მიმართ ყოველთვის გამოხატავდნენ. უმრავლესობა ამ პრობლემის მოგვარებას ევროკავშირის მისიის ჩართვით გეგმავს, ასევე მოკავშირეების დახმარების იმედიც აქვთ. ჩვენ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით შევეცდებით, რომ ამ შემთხვევაში მაინც რაღაც დროებითი შეღავათი იყოს ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საფლავების მონახულება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გულისხმობ, ასევე ჩვენი მოკავშირეების საშუალებით. მუდმივად არის ამ დაგვარი პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიებში მარიონეტები სხვადასხვა რაღაცეებს იგონებენ, ხან პასპორტში რაღაცის ჩამატებას, ხან თარგმნას და ნოტარიული წესით რაღაცეების დამტკიცებას, ხან ეგრეთ წოდებული პასპორტების აღებას. ამიტომ არის სწორედ რეაგირება საჭირო ამაზე. ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა ზუსტ პასუხს უახლოეს მომავალში მიიღებს, თუმცა შეძლებს თუ არა ყველა მათგანი ნათესავთა საფლავების მონახულებას, ამაზე პასუხი მხოლოდ ცხინვალში იციან.